ჩემო ძმაო და მეგობარო, ჩემო გიორგი. მართლა შენი ის კაცი ხარ, რომელსაც უამრავი ადამიანი ფეხზე დაუყენებია პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, იმიტომ რომ შენ ცნობილი ექიმი, ორთოპედი, ტრავმატოლოგი, პროფესორი და დაფასებული კაცი ბრძანდები, მაგრამ ჩვენთვის სამეგობროთვის ხარ პირველ რიგში საყვარელი მეგობარი და არა მხოლოდ შენი პროფესიული ნიჭით გამორჩეული, არამედ იშვიათი იუმორის მქონე კაცი ხარ და ეს მხარე მინდა რომ პირველ რიგში ამ შემთხვევაში ჩვენი შოუს მაყურებელს კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ შენი. აქ ეგ მხარე ჯობია. კი ბატონო. პირველ რიგში მოგესალმები, ჩემ ძვირფას თბილისელებს მიულოცავთ და არა მარტო თბილისელებს, თელ საქართველოს მიულოცავთ, წინვალეთ დღესასწაულს, თბილისობას. ჩვენთვის ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია თბილისელებისთვის და საერთოდ ალბათ მთელი მოსახლეობისთვის ჩვენი ქვეყნის. მით უმეტეს თქვენ მოგილოცავთ პირველ რიგში ამ ადამიანების გვერდით ყოფნა და იმ სიაში ამ ადამიანებთან ერთად ყოფნა, არის უდიდესი პატივია. მეც ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე, ამ ადამიანების ნაკვალევზე ვიარე მთელი ცხოვრება. პირველ რიგში მადლობა მინდა თქვენ გითხრათ, თქვენ რაც ჩვენი ქალაქისთვის, ქართული კულტურისთვის გაქვთ შექმნილი და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის რაც გიკეთებიათ, უდიდესი მადლობა. შენ, ჩემო ძვირფასო გიორგი, თან ყველაფერთან ერთად წლების მანძილზე იყავი მთავარი ექიმი ჩვენი სასიხარულო და მართლაც საამაყო ბიჭების საქართველოს ეროვნული ნაკრებისა რაგბიში. აი ეს პერიოდი მინდა რომ გაიხსენო შენ, მით უმეტეს ვიცი რომ არაერთი საინტერესო თავგადასავალი გაქვს. კი ბატონო, იყო ესეთი ბედნიერი წლები. ერთ ამბავს გავიხსენებ, ეს ამბავი უყვართ ძალიან. მთელ თამაში ჰქონდა მოკლედ პორტუგალიაში. მიუფრინავთ მთელი გუნდი. პირდაპირ რეისი არ იყო და ჩავფრინდით ჯერ მიუნხენში 3-4 საათი მოგვიწია ლოდინი და იქიდან უნდა გავფრინდიყავით მე პორტუგალიაში. ამ ლოდინის განმავლობაში, ამ 3 საათის განმავლობაში გუნდმა შეჭამა ჭამა, კვება ჰქონდა და გამოცხადა ჩასხდომა, ჩავსხედე თვითფრინავში, სანამ აფრინდება, ახალ ნაჭამზე მთელ გუნდს, ესე იგი თავის მოთამაშეებიან სამედიცინო ფიანად, მწვრთნელებიანად, ფიანად 50 კაცი იყო მთელი შემადგენლობა და ყველას წყურია. მოკლედ ყველამ დააჭირა იქ პირამიდის დასაჭერი იყო ყველა კნოპკას რომ წყალი გვინდა. ნუ ეს გერმანელი ბორდგამცილებელი, ხო, სტიუარდესას რო ეძახით, მოვიდა, ლუფთანზას რეისი იყო. ხო, რა იცით რა, სანამ არ აფრინდებაო, არ მაქვს უფლებაო და ცოტა ხანი მოიცადე თუ აფრინდებაო თვითფრინავი მოგიტანთ, მაგრამ ამათ წყურია ხა გამიშებულია მთელი გუნდი დააჭირა, განათდა მთელი თვითფრინავი, არის ერთი ამბავი, მოკლედ როგორც იქ და აფრინდა თვითფრინავი და მოდის ახლა ეს ბორდგამცილებელი ძალიან გაბრაზებულია ჩვენზე და მოაქვს ჭიქები. ახლა რაგბში როგორ არის პოზიციის მიხედვით სხვადასხვა აღნაგობის მოთამაშეები არიან, ხო, მეორე ხაზელები არიან ყველაზე მაღლები, თითქმის 2 მეტრი და 2 მეტრაზე ზევით კიდე. 9 ნომრები არიან შედარებით პატარები, ტანით, იმიტომ რომ პოზიციიდან გამომდინარე ასე ჭირდება რაგბს. 3-3 ხო სხედან თვითფრინავში 3-3 ადგილი ხო არის და ერთ ამ სამეულზე სხედან ცალი მხრიდან ზის ნემსაძე, მეორე ხაზელი, აქედან ზის კოტე მიქაუტაძე, ისიც მეორე ხაზელი და შუაში უზით პატარა 9 ნომერი. არ დავასახელებ ახლა სახელს და გვარს მაინც. მოკლედ ეს მოდის ახლა ეს ბორდგამცილებელი ამ ჭიქებით გაბრაზებულია ესე რა, ფეროი მოუშალეს რა, ვერ მოვითმილეთ ეს წყლობა და ამ ჭიქებს ესე გვესურის პირდაპირ. Water please. იცახე და ისურის ამ ჭიქებს და მოვიდა ამათან ესე და ამას შუაში შეხედა და water please. ჩათვალე რომ პატარა ბავშვი იყო თეთრა წავყვა. იმად ფონზე იმდენად პატარა ჭიქები. Water please. ესეთი რაღაცები ცნობილი. ასე შენზე არაერთი ისტორიას ყვებიან ჩვენი საერთო მეგობრები, იმიტომ რომ აქაც იუმორისტული მიმართულებით გამორჩეული კაცი ხარ და ერთი მინდა გაიხსენო, რომელიც ჩვენ საერთო მეგობარს ზურა მანჯავიძეს უკავშირდება. ზურა ბატონ ჯემალთან მოყვა გადაცემაში ერთხელ. ნუ ახლა პირველი პირიდან მოისმინეთ მაშინ ეს ისტორია. შენ არ მოგიყოლია ხოლმე თუ არა მე არ მომიყოლია ჯერ და ახლა მოვყვები პირველად. მოკლედ ახლა სიყვარულის ქალაქი რო არის ჩვენი თბილისი და კეიფის ქალაქიც რო არის, კარგად მოგვეხსენება. ეს ჩემ ახალგაზრდობაში ხდება. პატარა ვარ სადაც 21-22 წლის, ერთი გოგო მომწონდა გვეტრფოდი და ამ გოგოსთან მივედი დაბადების დღეზე. მივედი სახში და სუფრა არის გაშლილი, მაგრამ სულ გოგოები ყავს დაბადიჟებული.
11 არიან გოგოები, ერთადერთი ბიჭი ვარ. რო დავსხედით შემოთავაზე რომ შენ გვითამადეო. მე უთხარი კაცო მე როგორ გითამადოთ ახლა სულ გოგოები ხარ და თქვენ თვითონ როგორც გაგიხარდება თქვენ თვითონ რომელიმე მითამადეთ თქვენ თვითონ. კარგიო, მაშინ არც გაუწევია წინააღმდეგო, აგერვა მარინა გვითამადებს. ერთ-ერთ მეგობარზე თქვა. ამარინასაც არაფერი არ უთქვამს, პირდაპირ ჭიქას მოკიდა ხელი, აიღო პური. ამ ჭიქას და ხელს შორის ჩადო ეს პური, ესე დაიჭირა პურიანას ეს ჭიქა და თქვა პირველი სადღეგრძელო. შევხედე ახლა ვიფიქრე რაღაც ახალი ტრენდია ეტყობა და არ ჩამოვრჩია, არ შევრცხო ახლა ამ გოგოებთან რაღაც ახალია ეტყობა და მე არ ვიცი ჯერ და მეც ავიღე ახლა ეს პური და ჭიქას მივადე, ხელი მომკიდე და ესე გავიმეორე ის სადღეგრძელო დავლიეთ. შემდეგი სადღეგრძელოც ესე დალია, მეც ესე დავლია. მოკლედ გაგზელდა 1 10 11 სადღეგრძელო გვაქვს. რა თქვა, კარგათა ვარ უკვე ნასვამი ვარ. კაცო და ეს გოგო აგზელებს ესე კეიფს, არც არაფერი ეტყობა, არც ემჩნევა არაფერი. და უცებ მომიტრიალდა და მე-12 სადღეგრძელოზე და ეს პურიო რატო გიჭირევსო მეკითხება და უი ხა აღარ დავიბენი ახლა პური ღვინო საქართველო რაღაცა მე სიმბოლიკებს ეწავედი ეს და ამით კარგიაო შენც კარგი მიზეზი გქონიაო და შენ რატო გიჭირავს მეთქი და მეო დიდ ჭიქებზე ვარო მიჩვეულიო და ხელს ვერ უკიდებ უამ პატარა ჭიქაზე და პური ქონდა ჩატნე ოღონდ დავემშვიდობ ეგრევე თქვენ გენაცვალეთ რომ თქვენ გააგზელეთ აქ ამბავი მოხდება მე აქ ვეღარ გამოგადგებით აქ ვეღარ გამოგადგებით